მე ადრეც მოგახსენეთ რომ მე და ირაკლიმ მოვილაპარაკეთ რომ მე უნდა მოსულიყავი თავდაცვის სამინისტროში და გავცნობოდი გრძელვადიანი განვითარების გეგმას. ძალიან საინტერესო თათბირი ჰქონდა მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა, გენერალური შტაბის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა წარმოადგინეს გრძელვადიანი განვითარების გეგმა თავდაცვის სამინისტროს. 2016 წლისთვის იგეგმება რომ საქართველოს ყავდეს მთლიანად პროფესიული არმია, რაც ძალიან მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავს იმას, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიდის და ნატოს სტანდარტებს უახლოვდება. წელს უკვე მოახერხა ირაკლიმ შიდა რესურსების ეკონომიის ხარჯზე 99%-ს მოსამსახურეების 25%-ით გაუზარდა ხელფასი. ასევე გაეზარდა ხელფასი ავღანეთში მოსამსახურეებს, ჩვენსაც ჯარისკაცებს. ძალიან დაგეგმილად და გააზრებულად მიდის განათლებაზე ზრუნვა, და ჩვენ განათლებული არმია და ოფიცრები გვყავდეს. ინფრასტრუქტურაში არის პრობლემები, მე ვიტყოდი რომ არც ისეთი სახარბიელო მემკვიდრეობა დახვდა ირაკლი ალასანიას. მე არ მინდა ამაზე მახვილი გავაკეთო, ის თვითონ გამოიტანს და გამოამზეურებს იქ რომ ცალკეულ გარნიზონებში როგორი მდგომარეობაა და მას აქვს გეგმა, ჩვენც დავეხმარებით, მე პირადად დამატებით დახევით შევეცდებით მოვიძიოთ რომ ეს ყველაფერი ადამიანურ დონეზე მოვიყვანოთ პირველ რიგში. ნახავთ თქვენ რომ ძალიან ბევრ ადგილზე კატასტროფული მდგომარეობა, ესეც კი ვიტყოდი. მიდის ზრუნვა კვების გაუმჯობესებაზე. არის უკვე ეკონომია გაკეთებული წელსვე 1.600.000 ლარი ვნახე მე რომ ეკონომია უკვე კვებასთან და ხარისხი არის გაცილებით გაუმჯობესებელი ვიდრე ადრე იკვებოდნენ ჯარისკაცები. მივიღე ძალიან კარგი საჩუქარი, სხვათა შორის ძალიან კარგი სუვენირი დაუმზადებია, თუ ნახავთ. საოცრად ლამაზია. ალასანიასგან მივიღე საჩუქრად. და კიდევ რა, მე ვფიქრობ რომ ქართული ჯარი საქართველოსთან ერთად მოახერხებს ჩვენ ერთად რომ ჩვენ განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში ჩავდგეთ და ჩვენ ხვალდეს ღირსეული ჯარისკაცები, რომლებიც ღირსეულად დაეცავენ საკუთარ სამშობლოს. დიდი მადლობა. ბატონო, გუშინ კითხვები აძლევთ. მორჩით ახლა ის კითხვები გავაცილებ. კითხვები თუ იყოს. კარგად იხარ, კარგად. ბატონო, აბა დაბრუნდით.